ანჟმა კარგად იცოდა ქართული ენა. მას მოვლილი ჰქონდა საქართველოს კუთხეები. შარდენს გაუხარდა ასეთ მეგზურს რომ შეხვდა და სთხოვა სამეგრელოში გახოლოდა. ანჟი სიამოვნებით დათანხმდა. 17 დეკემბერს 6 ლიეზე მეტი გავიარე. გზა სწორი და ალაგ-ალაგ ქვიანი იყო. ჩვენ ჩაუარეთ მტკვრის ნაპირას მდგარ საქართველოს საპატრიარქოს ეკლესიას. ერთი ნაწილი ეკლესიისა დანგრეულია, მეორე ნაწილი კი შორიდან ლამაზად მოჩანს. ამბობენ აქ ეკლესიის გვირგვინის ნაწილი, კვართისა და წინასწარმეტყველ ელიას კაბის ნაჭრები ინახებაო. პირადად მე არ მინახავს ეს რელიქვიები, მაგრამ კაპუცინები მარწმუნებენ, საკუთარი თვალით ვნახეთ. ორდღიანი მგზავრობის შემდეგ შარდენი თავის მხლებლებთან ერთად საქართველოს დედაქალაქში ჩავიდა. მსოფლიოს მრავალი უმდიდრესი ქალაქის მნახველი ფრანგი მოგზაური თბილისის სილამაზემ აღაფრთოვანა. თბილისი ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია. ის გაშენებულია მთის ძირში, რომელსაც აღმოსავლეთის მხრიდან მტკვარი ჩამოუდის. მდინარის ნაპირზე სახლების უმეტესობა ციცაბო კლდეზე დგას. ქალაქი მჭიდროდაა დასახლებული. მსოფლიოს ვერც ერთ კუთხეში ვერ ნახავ იმდენ უცხოელს, რამდენსაც აქ. ისინი გამალებულ ვაჭრობას ეწევიან. თბილისში ცხოვრების უფლება ყველა სარწმუნოების ადამიანს აქვს. აქ შეგიძლია იმსჯელო შენს რელიგიასა და ადათებზე, ამის გამო არავინ დაგსჯის. აქ შეხვდებით სომხებს, ბერძნებს, ებრაელებს, ოსმალებს, სპარსელებს, რუსებსა და ევროპელებს. თბილისში მცხოვრებ უცხოელთა უმრავლესობას სომხები შეადგენენ, მაგრამ მათ უმნიშვნელო თანამდებობები უკავიათ. ქართველები უფლებამოსილნი, ამაყნი, თავმომწონენი და დიდების მოყვარულნი არიან. ქართველები მთელ აღმოსავლეთში და შეიძლება ითქვას მთელ მსოფლიოში გამორჩეული ხალხია. ამ ქვეყანაში მოგზაურობის დროს არ შემხვედრია არც ერთი უშნო ადამიანი, არც მამაკაცი, არც ქალი. მხოლოდ და მხოლოდ ანგელოზისევრ სახეებს ხვდებოდი. ქალების უმეტესობა ბუნებას სინატიფით დაუჯილდოვებია. ასეთებს სხვაგან ვერ შეხვდები. ქართველ ქალზე უფრო მშვენიერი სახისა და ტანის დახატვაც კი შეუძლებელია. ქართველები თავაზიანი და კაცთმოყვარენი, ამასთან კედუხრელნი, თამამნი და გულადნი არიან. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი სპარსელების ხელშია, ქართველები მაინც ინარჩუნებენ გარკვეულ თავისუფლებას. ყველა ეკლესიის სამრეკლოს ზემოთ დაინახავთ ჯვრებს და მრავალრიცხოვან ზარებს, რომლებსაც ღვთისმსახურების დროს რეკენ. საჯაროდ და დაუფარავად იყიდება ღორის ხორცი. ღვინოს კი ყველა გზაჯვარედინზე შეხვდებით. არ არსებობს ქვეყანა, სადაც იმდენ და ისეთ კარგ ღვინოს სვამდნენ, როგორც აქ. სპარსელები ამით კმაყოფილები არ არიან, მაგრამ ვერაფერს აწყობენ. ქართველები ღვინის მის დროს ძირითადად ღორის ხორცს მიირთმევენ, რომელიც საოცრად გემრიელია, უკეთეს ვერც ინატრება. ისინი მარწმუნებდნენ, რომ ადამიანმა ღორის ხორცი ბევრიც რომ ჭამოს, მაინც არ აწყენსო. ვფიქრობ მართლაც ასეა, რადგან ქართლში ყოფნის დროს ყოველდღე ღორის ხორცს ვჭამდი, მაგრამ არასდროს უწყენია.
თბილისში არც ერთი მეჩეთი არ დგას. ირანელები არაფერს იშურებდნენ იმისთვის, რომ აქ მეჩეთი აეგოთ, მაგრამ ვერ შეძლეს. ხალხი მაშინვე აღსდგებოდა ხოლმე, ანგრევდა ნაგებობას და სასტიკად უსწორდებოდა მშენებლებს. საქართველოს მთავრები გულის სიღრმეში კმაყოფილნი იყვნენ ხალხის ამბოხით, თუმცა გარეგნულად საწინააღმდეგოს გამოხატავდნენ. ყურადღებას იქცევს ქალაქის რამოდენიმე ლამაზი საკრებულო შენობა. დიდი თლილი ქვებით არის ნაშენი ბაზრები და ქარვასლები. აქ დუქნები ყველაზე უფრო კარგად ნაგები და მოვლილია. მეფის სასახლე თბილისის ერთ-ერთი მშვენებაა. სასახლის დარბაზებიდან ლამაზი ბაღები მოჩანს. მისი ფასადი საუცხოო სანახავია ბაზრის ზედა მხრიდან, რომელიც სასახლის კარიბჭის ზემოთ მდებარეობს.